იმედი დილაბრუნდება პირდაპირ ეთერში პროკრედიტ ბანკმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განახორციელეს პირველი ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სასწავლებლის E-კორპუსის განახლებულ ბიბლიოთეკაში აღნიშნული ბანკის მულტიმედია კუთხე მოეწყო. და წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელ სტუმრებს პროკრედიტ ბანკის დირექტორს სოფიო კორზახიას და ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსს ნათია თხილაიშვილს. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ხარენ რომ დილას ჩვენთან ერთად იწყებთ პირველ რიგში პროექტის არსა და მიზანზე გვიამბეთ. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებლებს. რაც შეეხება პროექტს, გუშინ ჩვენ გავხსენით ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომელიც განახლებული ბიბლიოთეკაა, მულტიმედია კუთხე, პროკრედიტ ბანკის კუთხე, სადაც ნებისმიერ მსურველს, იქნება ეს სტუდენტი კონკრეტული უნივერსიტეტის თუ უბრალოდ დაინტერესებული პირი შეუძლია მივიდეს და გაეცნოს სხვადასხვა ლიტერატურას. ძირითადი არსი ამ მულტიმედია კუთხის არის ის, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს და შევქმნათ ძალიან კომფორტული გარემო იმისთვის, რომ მათ იკითხონ, რაც შეიძლება ბევრი და ზოგადად კითხვის კულტურას გაუწიოთ პოპულარიზაცია. ეს არის ძირითადი დანიშნულება. აქ ნახავთ წიგნებს არა მხოლოდ ბიზნესის მიმართულებით, არამედ ზოგადად სხვადასხვა თემებზე. ეს იქნება სოციალური მეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია და ბევრი საინტერესო წიგნია, სხვა რეჟიმებთან მიმართებაში არსებული წიგნები და ზოგადად მხატვრული ლიტერატურაც შეუძლია მკითხველმა ნახოთ და გაიცნოს. თქვენ პირველივე პასუხში უპასუხეთ იმ შეკითხვას, რომელიც უნდა დამესვა, ანუ მხოლოდ სტუდენტებისთვის თუ არა არის ეს კუთხე, მაგრამ სხვაგვარად დასვა ამ შეკითხვას, თუ არის საჭირო რაიმე სახის რეგისტრაცია იმისთვის, ან რაიმე სახის პირადობის დადასტურება იმისთვის, რომ ისარგებლოთ ამ ბიბლიოთეკას. რეგისტრაცია არ არის საჭირო, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის გახსნილი ბიბლიოთეკა და ნებისმიერ სურვილს შეუძლია ნებისმიერ დროს სამუშაო საათებში, რა თქმა უნდა, ისარგებლონ ბიბლიოთეკით. და შეგვიძლია დავაკონკრეტოთ სამუშაო საათები? თუ არ ვცდები 9 საათიდან 20 საათამდე. და რა თქმა უნდა, გახსნილია ყოველთვის. გუშინ ძალიან საინტერესო იყო, რომ რა თქმა უნდა, ბანკის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ პრეზენტაციას და გამოთქვა ძალიან დიდი სურვილი და ინტერესი, რომ მომავალშიც აქტიურად ეთანამშრომლობდნენ ბიბლიოთეკასთან და ხშირი ვიზიტები ექნებოდათ. და როდიდან არის უკვე შესაძლებელი შემოსვლა და კომფორტულ გარემოში? უკვე გახსნილია ბიბლიოთეკა, შესაბამისად სურვილებს შეუძლიათ დღეიდანვე უკვე მიმართო. კარტასა განმანათლებლო მიზნების ალბათ ამ ბიბლიოთეკას აქვს ესეთი სპეციალური დატვირთვა თქვენივე მუშაკების კვალიფიკაციის სასამაღლებლად და სხვადასხვა ტრენინგების ჩასატარებლად, აი ამ კუთხით შიდა მიზნებისთვის თუ არის განკუთვნილი, რამდენად არის განკუთვნილი ამაზე მოგება? ანუ პირველ რიგში იმას აღნიშნავდი, რომ ზოგადად პროკრედიტ ბანკი ძალიან დიდ მნიშვნელობას აინტერესებს თანამშრომლობის გადამზადებას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც. ჩვენ ბანკში მუშაობის დაწყებისთვის ერთადერთი გზა და საშუალება არის ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა, რომელიც არის 6 თვიანი კურსი და ამ 6 თვიანი კურსის განმავლობაში ინტენსიური სწავლების შემდეგ იწყებენ უკვე ახალგაზრდები ჩვენთან მუშაობას. იქიდან გამომდინარე, სწორედ სტუდენტები არიან ძირითადად მასა, რომელიც ჩვენთან მოდის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდები, ზოგადად ინტერესის მქონე ახალგაზრდები მოვიდნენ ჩვენთან და სწორედ ამის ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება არის ეს ბიბლიოთეკა და ვფიქრობთ, რომ დაგვეხმარება სწორი არჩევანი გავაკეთოთ ჩვენს და იმ კანდიდატებთან, რომელსაც მომავალში უნდა ჩვენთან მუშაობის დაწყება. გუშინ შედგა ამ პროექტის პრეზენტაცია და სპეციალური სტუმარის სახით მოწვეული ყავდათ მწერალი დავით ურაშვილი და ჩვენ ხედავთ ამ კადრებს ახლა ეთერში. საინტერესოა წიგნერი ადამიანის აზრი ამ პროექტის შესახებ. როგორი იყო? დათოს განწყობა. ალბათ დათოს რო კითხოთ უფრო უნებრივია, მაგრამ ახლა რეალურად ამის საშუალება არ არის. ერთხელ აღნიშნა, რომ საკმაოდ მიესალმება ამ პროექტს და პრინციპში ჩვენთან ითანამშრომლობს მომავალშიც იმედია მსგავსი სახის ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, როგორც დათომ გუშინ აღნიშნა, მოხარულია და მიესალმებს გავს პროექტებს და ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ, განსაკუთრებით როგორც სოფომ აღნიშნა საბჭოთა რეჟიმზე, ზოგადად რეჟიმზე, ტოტალიტარულ რეჟიმზე და დღევანდელ გავლენაზე ჩვენ საზოგადოებაში იმ პოსტსაბჭოთა რეჟიმის, რომელიც არსებობდა საქართველოში. ანუ ეს იყო თემა? კი, ეს იყო თემა და ამასთან დაკავშირებით განვიხილეთ რამოდენიმე საინტერესო წიგნი, რომელიც დაკავშირებულია და რომელიც მოუწოდებს, რა თქმა უნდა, სტუდენტებს გადახედოს ჩვენს ისტორიას, რომლის აღქმა დღეს უფრო საინტერესოა. ანუ ერთ რამის დავამატებდი, ჩვენ მომავალ
მომავალშიც ვაპირებთ მსგავსი. ეს მინდოდა მეკითხა ტრადიციად ხომ არ იქცევა რომ ცნობილი ადამიანები მოიწვიოთ და კონკრეტულ თემებზე ისაუბროთ უკვე სტუდენტებთან ერთად. გვაქვს სურვილი და მომავალშიც ვაპირებთ იმას რომ მსგავსი ღონისძიებები გავაკეთოთ, მოვიწვიოთ ჩვენი დროის ინტელექტუალები, მწერლები. ეს თქვა თქვენი ინტერესთან გამომდინარე თქვენ ჩამოთვლით ამ ადამიანებს და თქვა სტუდენტებთან ერთად შეაჯამებთ ვიზე იქნება საუბარი ვის მოიწვევთ თუ როგორ? ეხა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში პირველი თანამშრომლობა შედგა ჩვენი ინიციატივით, თუმცა დაინტერესებულ მხარებს ასევე შეგვიძლია ვესაუბროთ და ჩამოყალიბდეთ მათთან ერთად როგორ დავგეგმოთ კონკრეტული ღონისძიება. თუმცა გვინდა რომ უფრო დიალოგის რეჟიმი ქონდეს, ამის კულტურაც საქართველოში ნელ-ნელა უნდა შემოვიდეს, რომ არ იყოს მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი და დისკუსია ზოგადად შედგეს და პატარა ნაბიჯებით ვფიქრობთ ამისკენ ნელ-ნელა წავალთ და მივალთ აქამდე. ძალიან კარგი საფუძველი ჩაეყარა ესეთ ინტერაქტიული საღამოების და მხოლოდ საღამოების ჩატარებას. ძალიან ესეთი კარგი სივრცეა. მეც აუცილებლად ვესტუმრები. გეწევით. თუ არ არის სტუდენტების გათვლილი. სიამოვნებით ძალიან მოხარულები ვიქნებით ორივე რომ გიხილოთ ჩვენს უნივერსიტეტის მულტიმედია კუთხეში. ჩვენი არის ილიას უნივერსიტეტი. ძალიან დიდი მადლობა.